თუ თქვენი მზე თევზების ზოდიაქოს ნიშანშია, თქვენი იდენტობის ბირთვი მისტიკოსის, ვიზიონერის და მეოცნებე ნიშანშია. წარმოვიდგინოთ, რომ მე-14 საუკუნის ესპანეთში ვართ. ძალიან დიდი ხნის წინ. დილის 2 საათია და ვიწრო ქუჩაში კავალიერო ესპანელი ჯელტმენი გიტარით ხელში დგას. ის მოვიდა, რომ სერენადა უმღერო სენიორიტას, რომელსაც მეორე სართულის აივნის ფანჯრის მიღმა მშვიდად სძინავს. ეს სურათი ნამდვილად ბევრს ამბობს თქვენზე, რადგან კავალიერო თქვენი ის ნაწილია, რომელიც თქვენი სულია, თქვენი არსების უძველესი იდუმალი არსი, ხოლო მძინარე სენიორიტა თქვენი ის ნაწილია, რომელიც ამ სამყაროს სიზმარშია გახვეული. ის ნაწილი, რომელსაც ნამდვილად გონია, რომ ის არის თავისი იდენტობა, თავისი სახელი, წოდება და ასე ვთქვათ, სოციალური დაცვის ნომერი. ეგოს უბრალო გარეგნული ბიოგრაფიული იდენტობა. კავალიერო ცდილობს სენიორიტას გამოღვიძებას. ის შეყვარებულია მასზე, სურს მისი ყურადღების მიპყრობა, სურს რომ ის გარეთ გამოვიდეს და ქუჩაში გაიხედოს. თქვენში არსებული სული გიმღერით სერენადას, ცდილობს თქვენი სიყვარულის მოპოვებას, თქვენი ყურადღების მოპყრობას. ცდილობს რომ შიგნით ჩაგახედოთ. კავალიერომ ბევრი სიმღერა იცის და პირველი სიმღერა ყველაზე ამაღელვებელი, იდუმალი და ლამაზია, მაგრამ მას ესაუბარი ყველაზე რთულია. ეს არის შეგრძნება, რომელიც ბავშვობიდან გქონდათ და შეგრძნება რაღაც თქვენზე დიდის არსებობისა, საიდუმლოს არსებობისა, იმის არსებობისა, რასაც შეიძლება ღმერთი უწოდოთ. წარმოიდგინეთ, რომ გყავთ მეგობარი, ვიღაც, ვინც ძალიან გიყვართ და ერთ დღეს ეს ადამიანი მოდის თქვენთან და გეკითხებათ. შემიძლია ცოტა პირადული კითხვა დაგისვა? თქვენ პასუხობთ, რა თქმა უნდა, და ის გეკითხებათ. გწამთ ღმერთის, აი ნამდვილად? და მე წარმომიდგენია, რომ პასუხი, რომელიც თქვენი პირიდან ამოდის, დაახლოებით ასეთია, დიახ, მწამს. არ ვარ დარწმუნებული, რომ სიტყვა ღმერთს იყენებთ. არ მგონია ღმერთს ადარდებდეს ვიყენებთ თუ არა ზოგადად ამ სიტყვას, მაგრამ ეს შეგრძნება უსასრულობის, ცხოვრების სიდიადის, ზუსტად ამას გულისხმობ ღმერთში, ხო? ასე რომ წარმომიდგენია, რომ რაღაც მსგავს ეუბნებით თქვენს მეგობარს, მაგრამ უფრო საინტერესოა გაოცების ან დაბნეულობის მომენტი, რომელიც თქვენში გაჩნდა, როცა მეგობარმა პირველად დაგისვათ ეს კითხვა. ეს იგივეა, ვიღაც რომ მოვიდეს და გკითხოთ, გჯერა რომ ცალურჯია? და რა თქმა უნდა, თქვენ პასუხობთ, დიახ, მაგრამ მოიცადეთ, თქვენ უბრალოდ კი არ გჯერათ რომ ცალურჯია, თქვენ ეს იცით, თქვენ ამას განიცდით. და ანალოგიურად უსასრულობის და მაგიის შეგრძნება, რომელსაც ჩვენ ღმერთს უწოდებთ, თქვენთვის უბრალოდ პირდაპირი გამოცდილებაა. ეს არ არის ის, რისიც უნდა გჯეროდეთ. ეს არის თქვენი შინაგანი ცოდნა. ეს არის კავალიეროს პირველი სიმღერა და ის საკმაოდ ლამაზია. ის ცდილობს შიგნით ჩაგახედოთ და რათა დაჰყოთ დრო თქვენ საკუთარ თავში იმ ადგილას, რომელიც ასეთი ვრცელია. კარგი იქნება ამან არ გაჭრას. კავალიერომ სხვა სიმღერებიც იცის, ამიტომ ის მეორე სიმღერას ცდის. ბავშვობიდან ჰქონდათ გამოცდილებები, რომლებსაც ლოგიკურად ან ირაციონალურად ვერ ახსნიდით. ისეთი რამეები, რაც იცოდით ისე, რომ მათი ცოდნის არც ერთი გონივრული გზა არ ჰქონდათ. ამის ილუსტრაცია დაახლოებით იქნება იდეა, რომ ერთ საღამოს თქვენი ტელეფონი რეკავს, თქვენ იღებთ ტელეფონს და სანამ 2 მილთან მიგაქვთ, უცებ თქვენი მეგობრის სახე იწყებს ცურვას თქვენს გონებაში. შემდეგ აღმოაჩნდეთ, რომ ზუსტად მას ესაუბრებით. ეს მოხდა ამ თანმიმდევრობით, თქვენ დაინახეთ მეგობრის სახე, სანამ მის ხმას გაიგონებდით. ემოცია, რომელიც თქვენში ჩნდება, რა თქმა უნდა, გაოცებაა, მაგრამ არა ნამდვილი გაკვირვება. თქვენ იმდენი ასეთი ზოგადად ესეთი ფსიქიური გამოცდილება გქონიათ, რომ ეს თქვენთვის ნორმალურია. მე არ ვამბობ, რომ თქვენ მზად ხართ გამოხვიდეთ და ყველა გააოცოთ თქვენი ტელეპათიური ექსტრასენსული უნარებით. საქმე ამაში არ არის, არამედ ის, რომ პატარაობიდანვე გჯეროდათ ამის. თითქოს თქვენი სულის კავალიერო გიჩვენებთ, რომ თქვენი ეგო არ არის იზოლირებული დანარჩენი სამყაროსგან და რომ თქვენ ფაქტობრივად კავშირში ხართ დანარჩენ სამყაროსთან. სამყაროს მაგიის ეს შეგრძნება თქვენთვის არის ფუნდამენტური. ეს არის კავალიეროს მეორე სიმღერა.
არსებობს ასევე მესამე სიმღერაც, რომელსაც კავალიერო მღერის. ამ შემთხვევაში თქვენ თვალებს ხუჭავთ და ფანტაზიების სამყაროში ხართ. თქვენ თვალებს ხუჭავთ და თქვენი წარმოსახვის სიცხადე და სამგანზომილებიანობა საკმაოდ გასაოცარია. თითქმის ყველაფერი, რასაც მე ვამბობ, შეგიძლიათ გაანალიზოთ და გადაწყვიტოთ, შეგეფერებათ თუ არა, მაგრამ ამ ბოლო განცხადების შეფასება რთულია, რადგან ამისთვის სხვის თავში უნდა შეხვდეთ, რასაც ნამდვილად ვერ შევძლებთ. მაგრამ რასაც ასტროლოგია გვასწავლის, არის ის, რომ თქვენ გაქვთ ცდომა საკუთარ თავში არსებულ იმ უსასრულობასთან, რომელიც არის ყოველი წარმოსახვის, კრეატიულობის თუ ფანტაზიის სათავე, რაც ადამიანის ცნობიერებისთვის არის ხელმისაწვდომი. თქვენ ფუნდამენტურად შემოქმედებითი ადამიანი ხართ. გამოავლენთ თუ არა ეს ამას სამყაროში, არავინ იცის, მაგრამ ის ნამდვილად ასეა. და აქ კავალიერო ამბობს, დახუჭე თვალები და აი აქ საინტერესო ხდება. ახლა თუ ამას აკეთებთ, თუ თვალებს ხუჭავთ, თუ ქუჩაში იხედებით და კავალიეროზე მედიტირებთ, სიყვარულით უყურებს მის თვალებს, რას ნიშნავს ეს სინამდვილეში, როგორ გამოიყურება. ერთი სიტყვით ამას მედიტაციას დავარქმევდით, მე მომწონს ეს სიტყვა და გამოვიყენებ მას. მაგრამ მინდა ვიტყო ფრთხილად, რადგან მედიტაციას ბევრი კულტურული შელამაზება ახლავს. ეს რელიგიური სიტყვაა და ჩვენ სულაც არ გვჭირდება რელიგიურობა, რომ კარგად განვახორციელოთ თევზების ზოდიაქოს არქეტიპი. რაც უნდა გავაკეთოთ, არის გარკვეული რაოდენობის საათების დათმობა წყნარად ჭდომისთვის. ამ უსასრულობის შეგრძნებისა და განცდისთვის, რაზეც მე ვსაუბრობ. იდეალურ შემთხვევაში თქვენ ყოველდღე გამოყოფთ ცოტა დროს ამ მედიტაციაში დასაჯდომად და თუ ამას აკეთებთ, მაშინ საკუთარი თავის ერთგული ხართ, ენერგიით სავსე ხართ, გიხარიათ, რომ ცოცხალი ხართ და ნამდვილად სწორ გზაზეთ გახართ. ასე რომ ეს კარგი რამაა, მაგრამ რა ხდება თუ ამას არ აკეთებთ? რა ხდება თუ ზედმეტად ერთვებით ამ სამყაროს სიზმრის ნახვაში, ამ სამყაროთ ძილით ძილში? თუ არ მედიტირებთ, თქვენ მაინც მედიტირებთ, ამის თქმა უცნაურია, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ თქვენ იწყებთ უნებლიე მედიტაციას, მაგალითად, თქვენ მარტო მიდიხართ მანქანით გრძელ გზაზე. წარმოვიდგინოთ, რომ ცხოვრების ძალიან დატვირთულ პერიოდში ხართ და ეს პირველი შემთხვევაა ბოლო 6 კვირის განმავლობაში, როცა უბრალოდ წყნარად ჭდომის შანსი მოგეცათ. მიუხედავად იმისა, რომ მანქანის სასჯელზე ხართ, თქვენ 150 გასასვლელზე უნდა გასულიყავით და უუცებ ჟროვანტელი გივლით სხეულში ცდილობთ თქვენს მოხვიდეთ და ფიქრობთ. 150 გასასვლელი სად არის, ხო არ გავცდი, მგონი დავინახე და ახლა ნიშნებს აგრძელებთ, რომ ნიშნებს დააკვირდეთ. დავინახავდი, რომ თქვენ უნდა ყოფილიყავით უფრო ყურადღებით. დაინახავდით იმ ნიშნებს, გამოცდილების რომელ სიბრტყეზე ვიყავი, როცა ეს ნიშანი დავინახე. თქვენ საკუთარ თავს ასე არ ჩამოუყალიბებთ, მაგრამ სწორედ ეს ხდება. თითქოს ღრმა მეში ჩაგითრიეს, უნებლიეთ ჩაგითრიეს და ამ მედიტაციურ მდგომარეობაში, რასაც ამას ამ ქვეყნიური ტერმინებით დავარქმევდით, არის ის, რომ თქვენ გაითიშეთ და შესაძლოა თქვენ გასასვლელს გაცდით. კიდევ ესეთი მაგალითი რო ვთქვათ, შეიძლება მანქანის გასაღებს ვერ პოულობთ და მთელი სახლი დააყენეთ თავდაყირა. ბოლოს პოულობთ მას მაცივარში იმ რძის გვერდით, რომელიც ახლახანს იყიდეთ სუპერმარკეტში. როცა რძე მაცივარში შედეთ, მანქანის გასაღებიც იქ დაგშათ. როცა ამას აკეთებთ, რა თქმა უნდა, გიჟი გგონიათ თავი, ნებისმიერი იტყოდა, რომ თქვენ გაითიშეთ. ბევრი ასტროლოგი, პოპულარული ასტროლოგები იტყოდნენ, აი ესენი არიან თევზები. ყველა თევზი ცოტა კაფანტულია, გულმავიწყი და უყურადღებო. მინდა ხმამაღლა და გარკვევით თქვა, რომ გულმავიწყობა და გაფანტულობა თქვენთვის ბუნებრივი მდგომარეობა არ არის. ეს არის მდგომარეობები, რომლებიც თქვენში ჩნდება, როდესაც საკუთარი თავის ერთგული არ ხართ. როდესაც საკუთარი თავის ერთგული ხართ, როცა ამ მისტიკოსის არქეტიპის ერთგული ხართ, რომელიც თქვენი არსებობის ცენტრშია, თქვენ ყოველდღე გამოყოფთ გარკვეულ დროს სიჩუმისთვის და არქვით ამას მედიტაცია, ან რაც გინდათ. მაგრამ ეს არის მთავარი. თუმცა თუ ამას არ აკეთებთ, თქვენ ცხოვრებაში დავინახავთ მედიტაციის ამ უაღრესად არაეფექტურ ფორმას, რომელსაც ჩვენ გაფანტულობას, დაბნეულობას და გულმავიწყობას ვუწოდებთ. ეს არჩევითია. თქვენ არ გევალებათ ამის გაკეთება.
ამის თავიდან აცილების გზა არსებობს. ჩვენ უკვე აღვწერეთ ეს ყველაფერი. ახლა ვთქვათ, თქვენ დაჟინებით რჩებით, ზედმეტად დაკავებული ამ სამყაროში და არასაკმარისად ფოკუსირებული შინაგან სამყაროზე. თქვენ თავისუფალი ხართ ამის გაკეთებაში. უბრალოდ ეს კარგი იდეა არ არის. თუ ეს მოხდება, მაშინ ჩვენ დავინახავთ, რომ საბოლოოდ თქვენი საკუთარი ფსიქიკური მგრძნობელობის დონე გადაგღლით. მედიტაცია არის აქტი, რომელიც ასუფთავებს ამ ყველაფერს, მთელი მტკივილს, ტანჯვას, ბრას და შიშს ამ სამყაროში, რომელსთანაც თქვენ ფიზიკურად ხართ დაკავშირებული და რომელიც გროვდება თქვენში და თუ არ იპოვით მისგან განწმენდის გზას, აირას აკეთებს თქვენთვის მედიტაცია და სიჩუმე. ეს კარგია, რადგან ის გიცავთ ამ ტკივილის მდგომარეობაში ჩავარდნისგან. თუ საკუთარ თავს უფლებას მისცევთ ამ ტკივილის მდგომარეობაში ჩავარდეთ, საბოლოოდ ესკაპიზმის სხვადასხვა ფორმებისკენ წახვალთ. ჩვეული ასტროლოგიური შიში, რომელსაც აქ დაგაკისრებენ, იქნებოდა იდეა, რომ გახდებოდით ალკოჰოლიკი, ან სასმელთან პრობლემები შეგექმნებოდათ. დიახ, ეს ასე ვთქვათ მენიუშია, ეს შეიძლება მოხდეს, მაგრამ ადამიანებს პრობლემები ექმნებათ ესკაპიზმის ბევრ სხვადასხვა ფორმასთან, რომლებსაც ალკოჰოლთან არაფერი არ აქვს საერთო. ადამიანი შეიძლება ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახდნენ, რა თქმა უნდა. ეს ჩვენ წარმოსახვაში ალკოჰოლიდან ნარკოტიკებამდე დაახლოებით ერთი ნაბიჯია, მაგრამ მოდის ასევე ვაღიაროთ, რომ დღეს თანამედროვე სამყაროში ყველაზე ბოროტად გამოყენებული ნარკოტიკი ალბათ ინტერნეტია, სოციალური ქსელები. ადამიანები უბრალოდ სხედან და სქროლავენ მას დღეში 6 ან 7 საათის განმავლობაში. წარმოიდგენენ, რომ სხვები არიან. ესეც ესკაპიზმია. ძირითადად ყველაფერი, რაც სიამოვნო და განმეორებადია, შეიძლება გამოყენებული იქნას ზუსტად ესკაპისტური გზით და ეს ყველაფერი თევზებისთვის ნაგავია. ამაზე არ მოგიწევთ ფიქრი, თუ იმ გზაზე დარჩებით, რომელიც თქვენმა მზის ნიშანმა დაგიდოთ. ეს არის გარკვეული დრო ყოველდღეს სამყაროს უსასრულობაზე, თქვენი ცნობიერების უსასრულობაზე მედიტაციაში. ეს გწმენთ, გასუფთავებთ და გაძლევთ საშუალებას სრულად მიწვდეთ იმ შემოქმედებით მწვერვალებს, რომლებიც თქვენი პოტენციალის ბირთვშია.